ბათუმს კიდევ ერთი მემორიალური დაფა შეემატა რუსთაველის ქუჩის 59 ნომერში მდებარე სახლი ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ვახტანგ ახვლედიანის მემორიალური დაფა გაიხსნა. მონეტებაზე მის ღვაწლსა და მიღწევებზე ისაუბრეს. მემორიალური დაფის გახსნას საკრებულოს თავმჯდომარე ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ. ვახტანგ ახვლედიანი წლების განმავლობაში ენის სახელმწიფო პალატის თავმჯდომარე იყო. იგი 2012 წელს გარდაიცვალა. ჩვენი ოჯახისთვის ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი მადლობა მერიას, რომ გამოიჩინა ყურადღება და მისი მემორიალური დაფა გახსნა. ვახტანგ ახვლედიანი მუშაობდა, სახალხო კრების თავმჯდომარე იყო ბათუმში, ეს 26 მაისის წინა პერიოდები ძალიან ძიმედ განიცადა და კიდეც შეეწირა მაგ საქმეს. ბატონი ვახტანგი გამორჩეული ადამიანი იყო ჩვენი ქალაქისათვის და ზუსტად ასევე უნდა ვიცხოვროთ ჩვენ ყველა ჩვენთაგანმა ისე როგორც გამდო თავის ცხოვრება ბატონი ვახტანგმა. წერლობა, ხელოვნება, სიმღერა, ყველაფრით დაჯილდოებული ადამიანი იყო.